იესო პასუხად კი ისევ იგავით ლაპარაკობდა და ეუბნებოდა მათ. სათასასუფეველი გავს მეფე კაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: უთხარით მოწვეულებს, აჰა, მოვამზადეთ ჩემი ვახშამი, ჩემი ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში. მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ხანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა. გააგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცის მკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში. გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით. მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და იქ დაინახა კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეწვა. უთხრა მას: მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაწვია? ის კი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ხრჭენა. ვინაიდან მოწვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათფირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში. მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ. ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთისგზას და არავის მიჰკერწე. ვინაიდან არ უყურებ კაცის პიროვნებას. ოდა გვითხარი ჩვენ. როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: რატომ ცდით თვალთ მაგცნო? მიჩვენეთ ხარკის მონეტა. და მიუტანეს მას დინარი. უთხრა მათ: ვისია ეს სახე და წარწერა? მათ თქვეს: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა. ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ.